ჩამოვედით აეროპორტში. ნანუკას ფოტოების გადაღება უკვე დავუწყე. შენ სადიღებ, მაშინ ხმამა მეცე. არა, ფოტოების გადაღება დავიწყებდი. ხმას მოგცე მეორე კამერით გადავიდე. მინდა რომ გადავუღო შეხედე. თან ბარგსდებს, თან მივფრინავთ ჯერ მემინგენში პირველად, მივფრინავ ამ ქალაქში პირველად მივფრინავ მიუნხენში პირველად მივფრინავ ფრანკფურტში პირველად მივფრინავ სტრასბურგში პირველად მივფრინავ და ცოტა ხანში მოგიყვებით მიზეს რატომ მივფრინავთ, იმიტომ რომ თავი ხა რეგისტრაცია გავიაროთ, არ დავაგვიანოთ და აქ არ დავჭირდა, როგორც კი რეგისტრაციას გავილით, მოგიყვებით სად მივდივართ და რატომ მივდივართ. მე მაქვს ფრენის შიში მაინც დისკომფორტი ფრენის დროს და ვიცი რომ უნგრეთს აქვს ყველაზე ძლიერი პილოტების სკოლა, ერთ-ერთი. და რადგან ვიზარი არის უნგრული კომპანია, შესაბამისად უნგრელ პილოტებთან თავს ვგრძნობ ძალიან დაცულად. ეს არის ჩემი ტვინი, ასე მუშაობ. წვის მოვასწარი, წვენი ვერ ვიყიდე. რატო არ? გამარჯობა. სადავად თქვენი ჯერი მე მითხარით დაკარგენა ქართული. დიდი მადლობა. Max, I love you. გადავიდე. აბა როგორ ფინავთ? კარგად. Attention passengers, we've now reached our destination. We hope you enjoyed the flight and have a nice day. ჩამოვედით გერმანიაში, აქედან უნდა ვიაროთ 4 საათი დაახლოებით, 3 საათნახევარი 4 საათი, რომ ჩავიდეთ სტრასბურგში. ხვალ დილიდან გვეწყება გადაღებები, რომ უნდა განახოთ, რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ევროპა და ევროპამ ქართულ ხალხს და ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს რა საჭიროებები შეუქმნა, რა კეთილდღეობა შეუქმნა და რაში დაეხმარა. ნანუ გაეძებს განსახლებად. Sosisi. Ara, no. Germania, aber hat ihn. Arabi saçma. Really? You are famous. Yeah. You're in my channel. Hi from Melbourne. Hello from Germany. Thank you. გამარჯობათ, მოგესალმებით, ესე იგი ჩვენი მასპინძლები, რომლებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ, მასპინძელი უფრო მეტად, მაგრამ მასპინძლები? კი, მასპინძლები, ასე ითქმის. ჩამოსვლის მიზეზი არ გამითიშო, ჩამოსვლის მიზეზი და ამ ყველაფერზე მოგიყვებით, მაგრამ ეს არის დღე პირველი, დილა პირველი უფრო სწორედ, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს იწყება გადაღებები, რომელიც გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში და დანარჩენს უკვე ნახავთ ვიდეოში. რა პატარა საყვარელი ქუჩებია. 23 სტრასბურგში ტარდება საქართველოს დღეები, შეიძლება დავარქვათ, მოკლედ ტარდება ღონისძიება და თითოეული ქართველისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ თქვენ პანელებზე შეხვდეთ შემდეგ ადამიანებს. მე თქვენ გაგაცნობთ ამ იდეის ავტორს, ქართველ კაცს, ასევე ემიგრაციაში მყოფს, რომლის შვილებიც ემიგრაციაში დაიბადნენ, მის მოტივებზეც მოგიყვებით, მოკლედ ამ გადაცემაში მოგიყვებით ამ დღეებზე, ანუ სტრასბურგში საქართველოს დღეებზე, ასევე გაგაცნობთ ქართველ ემიგრანტებს. ჩვენ გადავიღოთ ფოტოები მაგს, რომ იმათ არ დაგვინახონ, სად ვიღებთ და ჩვენერები არ გადაიღონ. წამო.
ძალიან საყვარელი ქალაქია სტრასბურგი, უსაყვარლესი. ზოგადად ახლა სტრასბურგზე არ მოგიყვებით. გარდა იმისა, რომ იცით, რომ საფრანგეთის პოლიტიკური ცენტრია და არა მხოლოდ საფრანგეთის პოლიტიკური ცენტრი, სტრასბურგში არის სტრასბურგის სასამართლო, რომლის იმედიც აქვს თითოეულ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ დაჩაგრულ ადამიანს. ანუ სტრასბურგი არის თითოეული ადამიანის დედამიწაზე მცხოვრები ადამიანისთვის რაღაცნაირი გასაქცევი და სამართლის მაძიებელი სივრცე. ევროპარლამენტიც ხო აქ არის? არ მახსოვს? არ ვიცი, მე მახსოვს რომ აქ არის. თუ არ არის, არ არის. თუ არის, არის. არ ვიცი, გითხარით თუ არა, მაგრამ ძალიან ცივა. ანუ ძალიან ლამაზია, მაქს. ცოტა ხანი აღარ იყო ოპერატორი და იყავით ჩემი ფოტო. მეც გადაგიღებ. აქე დადექი. არ ვიცი მაქს. როგორი ფოტო მინდა? მაქს თბილისში გაფრინდი, ჩემთვის გავცემ და იქიდან გადამიღე. ხო. ვაი მეს ნუ წელავ გოგოები რო იწელავენ თავის თავს მოკლა არ მინდო. ბუნებრიობა მაქს. ჩამოვედით დაახლოებით 3 საათნახევარში ავტომანქანით სტრასბურგიდან. ახლა ხიდები უნდა გავაბათ უკვე გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრაციასთან, მათ უნდა მოუყვეთ 2023-ში რა იგეგმება სტრასბურგში და ასევე უნდა ვნახოთ ძალიან საინტერესო მამაო, რომელიც თელა მამაობის კონტექსტიდან ერთ-ერთი იშვიათი და ბედნიერი გამონაკლისია იმ ხრივ, რომ მის ქადაგებაში ხშირად ისმის ისეთი სწორი მესიჯები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ემიგრაციისთვის ეკლესია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სივრცე, რომ რაღაცა არ დაკარგონ კავშირი საქართველოსთან. მე ვიტყოდი, რომ ალბათ ერთადერთია ეკლესია, ვინც შეძლო ქართველების გაერთიანება ემიგრაციაში. რაღაც ქართველები მაინც ესეთი შინაგანად მორწმუნე ხალხი ვართ ქართველები და მაინც აი თქვენ იცით, რამდენად ამბიციურები ვართ ხშირად, თქვათ პრეტენზიულები, პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებები ხშირად, მაგრამ აი ეს 25 წელიწადი რაც ემიგრაცია გაჩნდა ევროპაში. ამან გვაჩვენა ჩვენ, რომ ერთადერთი ეკლესიას აქვს ის პოტენციალი, რომ გაერთიანოს ქართველები. მეც მაქვს ჩემი პირადი შეხედულება, როგორც მოქალაქეს, როგორც ადამიანს, მაქვს ჩემი შეხედულება პოლიტიკურ საკითხებზეც, იმიტომ რომ ადამიანები ვართ ყველა, მაგრამ ეკლესიაში სადაც ცალოცავად ვიკრიბებით, იქ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამაზე არ ვისაუბროთ, იყოს მშვიდობა, იყოს ერთმანეთთან შეხვედრის ადგილი, იმიტომ რომ ყველა მაინც ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ. 25 წელი ხარ, ცოტა ხო არ არის? ჩვენ რო აქ ჩამოვედით, ერთი ბავშვი იყო თვეების. ახალი გაჩენილი. დღეს უამრავი ბავშვები გაიზარდნენ 20 წელს მიაღწია 25 წელს ხო? თაობები და ამათ ხომ რაღაციდან უნდა ამოიღონეს ქართული სული, ენა სადღაც მოისმინონ, ეს ქართული ურთიერთობების რაღაც ნახონ, აი ამ თაობისთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი შვილებისთვის უკვე. მე სულ ვეუბნები ხოლმე ჩვენს მრევლს, რომ წარმოიდგინეთ 30-40 წლის შემდეგ ჩვენ აქ აღარ ვიქნებით. იქნებიან ჩვენი შვილები. ამიტომაც ჩვენ უნდა ვასწავლოთ, გადავცეთ. მადლობა ღმერთს, რომ აი ქართველებმა შევძელით ის, რომ აი ბევრ ქალაქში გვაქვს სამრევლოები. მე მაგალითად მიუხენის გარდა ჩავდივარ ხოლმე ნიუნბერგში, შტუტგარტში, ზააბრიუკენში, იქ არის სამრევლოები, სადაც ჯერჯერობით მოძღვარი არ ყავთ და ჩავდივართ ხოლმე ვიკრიბებით და იქაც ქართველები ერთიანდებიან რწმენის და ღმერთის გარშემო. ჩვენ არა გვაქვს რესურსი მაგის, რომ ევროპის მასშტაბით შევხვდეთ ერთმანეთს, ხო? ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს, აი თუნდაც ამ სტრასბურგის დიდ შეკრებას, ან სხვა ამგვარ შეკრებებს, ეს ძალიან დიდი დახმარებაა ემიგრაციაში.
იმიტაციისთვის, რომ რაღაც იპოვონ ერთმანეთთან კონტაქტ, ერთმანეთთან კავშირი. ხანდახან იცით ადამიანებს ცოტა ეხამუშებათ, რომ მღვდელი ლაპარაკობს ამ საკითხებზე, მაგრამ ჩვენ გარდა იმისა, რომ ქრისტეს სასუფეველს ვქადაგებთ, ჩვენ არის მოქალაქეები ვართ, ხო? ჩვენ საქართველოში გავიზარდეთ. ადამიანს ორი სამშობლო აქვს. ერთი ზეციური სამშობლო, რომელიც არის თავარი მიზანი და მეორე, სანამ იქ მივალ და სანამ ის ღვთაებრივი სამეფო აქ დამყარდება ქრისტეს მიერ, სადღაც ხომ დავიცხოვროთ. ყველას ვეკითხები ხოლმე, სადღაც ცხოვრება, რო ვფიქრობთ, როგორ ქვეყანაში ჯობია ცხოვრება ირანის მსგავს ქვეყანაში თუ მაგალითად შვეიცარიის მსგავს ქვეყანაში. დაფიქრდით. იდეალური ამ სოფლიოში არავინ არ არის, არც ერთი ქვეყანა არ არის, მაგრამ დღეს არსებული ცივილიზაციებიდან, პოლიტიკური წყობიდან, კულტურული წყობიდან, ადამიანის თავისუფლებიდან გამომდინარე, სიტყვის თავისუფლებიდან გამომდინარე, ევროპაზე კარგი ჯერ არ შეუქმნია არავის. ამერიკაც ევროპიდან გადასახლებულება შექმნეს, ხომ ეს ჩვენ ყველა ვიცით, ხო? აი ევროპული ცივილიზაცია, რადგან ჩვენ ხომ ეს ვიცით, რომ ქრისტიანული ცივილიზაცია პრინციპში ხო? აი ეს რომაული, ბერძნული ეს ინტელექტი, ფილოსოფია და ქრისტიანული სვეტები იმაგრებს ამას, გასმით და ჩვენ ამიტომ მონათესავე ვართ ევროპულ ცივილიზაციასთან და ამიტომ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ევროპულ ცივილიზაციასთან დაახლოებაზე უარის თქმა. საშინელი პროპაგანდა მიმდინარეობს. საშინელი პროპაგანდა. აი მომისმენი მეთით რომ რაღაც ეს სქესობრივ საკითხებს თურმე ევროპაში სკოლიდან უმახინჯებენ ბავშვებს ტყუილია. აბსოლუტური ტყუილია. ჩემი შვილები აქ დაიბადნენ და აქ გაიზარდნენ. ხედავთ აი ამ ბავშვებს. ვერც ერთი მშობელს კითხებს მშობლებს, არც ერთი მშობელი არ გეტყვით მაგას რომ მათ ბავშვს ვინმე რამე დააძალა. ეს არის ტყუილი. ბოდიში ამ სიტყვას რა მღვდელი ვარ, მაგრამ ბინძური პროპაგანდა. ბინძური პროპაგანდა, რომ ვიღაცამ მიაღწიოს თავის მიზანს, ჩაკეტოს ეს ჩვენი ქვეყანა, მოაღწიო ციხეთ აქციოს და თვითონ იქ იბოგინოს. არ შეიძლება ამის გაკეთება. ევროპა არის კარგი. ევროპული ცივილიზაცია არის კარგი ჩვენთვის და ვიმეგობროთ მასთან და დაუახლოვდეთ რაც შეიძლება მას. მე ასე ვფიქრობ. ჩემი ხატია სამშობლო. მე ვარ ნანა გობეჩია, ვარ აფხაზეთიდან წარმოშობით და ძალიან დიდი ხანია ვცხოვრობ მიუნხენში. და სადღაც ჩვენი ეკლესიის დაარსებიდან ვარ ამ ეკლესიის წევრი, გუნდის წევრი და საკვირაო სკოლაში ვასწავლი ზუსტად იმდენი ხანია, რამდენი ხანიც ეს ჩვენი სკოლა არსებობს. დაახლოებით 2000 წელს ჩამოყალიბდა ეს ეკლესია. პირველი ჩანასახები მაშინ გაჩნდა საკვირაო სკოლის. ეს კი რა აუცილებელია, რომ ბავშვები არ მოწყდნენ საქართველოს. აქ არიან ბავშვები ქართული ოჯახებიდან და არიან შერეული ოჯახებიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებმა იცოდნენ ქართულად წერა, კითხვა, იმეტყველონ ქართულად და ეს არის აი ამ სკოლის, საკვირაო სკოლის დანიშნულება. მადლობა. განათლებისთვის ჩამოვედი პრინციპში ევროპაში, ჩამოვედი ესტონეთში წელიწადნახევრის წინ და ეხლა ვარ ტარტუს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. ასევე პოლიტიკის მეცნიერებას ვსწავლობ, თუმცა ციფრულ ეპოქაში. მე მე-9 კლასში უკვე ვიცოდი, რომ მინდოდა, რომ ევროპაში მიმეღო განათლება და წამოვედი გერმანიაში, დიდი ხანი ვეძებდი რისი სწავლა მინდოდა, რა მინდოდა, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ წამოსულიყავი ევროპაში, კონკრეტულად ახლა მიუნხენში ვარ. გერმანულის ცოდნა გავიუმჯობესე და ახლა უკვე შემდეგი სემესტრიდან უნივერსიტეტში პირებრო დავიწყო სწავლა და მივიღო განათლება. ხელოვნური ინტელექტის სწავლა მინდა. ბევრი პოტენციალია აქ კონკრეტულად მიუნხენში, ბევრი კარგი უნივერსიტეტი არის და ბევრი სწორი ადამიანები შეგიძლია გაიცნო. აქაურობა იძლევა, არ ვიცი, ძალიან მაგარ, ძალიან ხარისხიან განათლებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. საქართველოში გვაქვს უნივერსიტეტები, არც ისე ცუდი უნივერსიტეტები სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩამოვედი, ჩემი გამოცდილება ის იყო, რომ არავიზე ნაკლები არ ვიყავი საერთოდ ჩემი კურსელებიდან, რომლებიც სწავლობდნენ მაგალითად ჰოლანდიის უნივერსიტეტებიდან იყვნენ მოსულები, გერმანიის, ესპანეთის და სახელოვანი უნივერსიტეტების სტუდენტები იყვნენ და მე რომ ჩავედი ჩემი ქართული განათლებით, მეტი თუ არა ნაკლები არავის არ ყოფილა ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საბედნიერო ჯერჯერობით
მაინც არის რაღაც შესაძლებლობები. აი აქ საერთოდ სხვა კარი იხსნება ყველასთვის, ვინც მართლა ეძებს რომ გაიზარდოს, განვითარდეს, გამოცდილება მიიღოს. ლიზი თავდგირიძე 20 წლის. ნათია ოთარაშვილი, ჩემი ნამდვილი სახელთაგვარი, ვარ 42 წლის. პროფესიით თარჯიმა რეფერენტი. თეანოდია, ექიმი, 40 წლის. მე ვარ ლასალომია. ვარ სტუდენტი უმაღლეს კომერციულ სკოლაში. ეს იქნება სივრცე, სადაც ჩატარდება 20-23 ოქტომბერი. ხიდების მშენებლობა სადაც მოხდება, ანუ მე მაინც საქართველოს დღეებს ვიძახი, მაგრამ მოდი ვთქვათ ხიდების მშენებლობა, იმიტომ რომ ასე უფრო სწორია. გაიცანით ზურა კაპანაძე და მე უკვე აღნიშნე, რომ არ არის რთული მისახვედრი ემიგრანტს რატომ უნდა ამ ხიდების მშენებლობა, იმიტომ რომ ალბათ ის წუხილების დანაკლისები, რაც გაიარე, ის გამოცდილებები, რაც დააკროვებდნენ წლის განმავლობაში, ამის რაღაცნაირი დახარჯვა და რეალიზაცია გინდა უკვე ხა ამ პროექტში, მაგრამ გაცილებით უფრო საინტერესოა შენგან ამის მოსმენა. და ვიდრე ჩვენ ამ ინტერვიუზე გადავალთ, მანამდე მოდი ამ სივრცეში გითხარი რა იქნება. ეს არის ამ ქალაქის გამორჩეული ინფრასტრუქტურული შენობა, დიდი საგამოფენო ცენტრი. ეს სივრცე კონკრეტულად 23 ოქტომბრის ღონისძიების დროს დაეთმობა ბიზნესების გამოფენას. ჩვენ აქ ველოდებით ქართულ ბიზნესებს, ვინც თავიანთი პოზიციონირებით აფიქსირებს, რომ მათთვის დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაცია, ესეთი დასავლური ტიპის ქვეყნის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი და მხოლოდ ამ სივრცეში წარმოუდგენიათ საკუთარი განვითარება. იყურებენ ისეთი ემიგრანტები, რომლებმაც ამ შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ. მე მინდა რომ მათ ძალიან მარტივად და კონკრეტულად აუხსნა, აი ხა ტელევიზორთან რომ შეხედენ და თან ანუკა შოუს მაყურებლის ძირითადი ნაწილი ემიგრანტია განსაკუთრებით Facebook-ში, აი ამ ადამიანებს რომ მიმართო, ვის გულისხმობ, ანუ ვის ადგილს ხედავ აქ? ეს არის პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან პარტნიორები, ერთმანეთს ხვდებიან დამსაქმებელი და პოტენციური დამსაქმებელი და დასაქმებული და ეს არის სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ისეთი კომპანიებისთვის, მაგალითად როგორიცაა დენტისტური კლინიკა, რესტორანი, სატრანსპორტო კომპანია, სხვადასხვა სერვისების გამწევი, არ ვიცი, ქართული პროდუქტები, აი ჩურჩხელა, ღვინო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, იმიტომ რომ აი ის კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ნიშურ სეგმენტზე, ევროპულ და ამერიკულ სეგმენტზე, აქვთ ბიოწარმოება ან ესეთი პატარა წარმოებები, იმათთვის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ Facebook-ის გვერდს მივუთითებთ თქვენსაც, რომელსაც ახლა უკვე ეკრანზე ხედავენ. ამ Facebook-ის გვერდზე უნდა მოგწერონ, რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ალბათ რომ ამ ევროპულ პანელზე მოხვდნენ. მაგისთვის გვაქვს საიტი. საიტზე არის აბსოლუტურად ყველაფერი მითითებული და საიტზე არის დასწრება არის უფასო, სტუმრის სტატუსით მოსულისთვის, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ეს არ არის ყველანაირი ქართველების შეკრების ადგილი, ეს არის იმ ქართველების შეკრების ადგილი, ვინც ღიათ აფიქსირებს, რომ საქართველოს ადგილი არის მხოლოდ ევროპაში რა. მაგრამ ახლა გადავიდეთ დარბაზში, სადაც ასევე არანაკლებ საინტერესო ამბავი. კი, უბრალოდ ერთი მინდა დავამატო, ეს არის უფრო ესეთი market fear-ის გამოფენა სივრცე, ჩვენ გვექნება საკონფერენციო დარბაზებში ბიზნეს პანელები, იქნება Forbes-ის პანელი ერთი და მეორე იქნება ანა ცხოვრებოვა, ბიზნეს გადაცემის წამყვანი და სოსო ბერიკაშვილი, რომელსაც ძალიან საინტერესო სპიკერები ეყოლება, მაგრამ ერთ აქტივობას განსაკუთრებული ხაზი მინდა გაუსვა, ეს არის დათო გორგილაძის მიერ მოდერირებული ქართული ემიგრაციული გაერთიანებების პანელი. ეს უნდა იყოს დღე, როცა სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული ქართული ემიგრაცია ერთმანეთს ფიზიკურად შეხვდება. ჩვენ უკვე ყავს დადასტურებული რამოდენიმე და ეს რამოდენიმე 1, 2 და 3 არ არის ემიგრაციული გაერთიანება, ძალიან ისეთი მსხვილი ევროპული ქვეყნებიდან. ბალტიის ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები, აი აქ გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია და ძალიან გვინდა რომ ცოტა სამხრეთ, ესე ვთქვათ, ევროპა, ანუ აბსოლუტურად ყველა ქართული სათვისტომო, ვინც აკეთებს ქართულ საქმეს, ვინც იცავს დასავლურ ღირებულებებს თავის ქვეყანაში და აფიქსირებს იმას, რომ მხოლოდ ამ გარემოში წარმოუდგენიათ საკუთარი ოჯახების ან საკუთარი განვითარება, ველოდებით ამ პანელზე, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ამ ხალხმა ერთმანეთი გაიცნოს. ლიზა, 8 თვეა რაც ხარ ევროპაში წამოსული საფრანგეთში. რატო წამოხვედი ევროპაში?
ჩამოსვლის მიზეზი დედას ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. 15 წელია რეინოს სინდრომი აქვს. რას გულისხმობს ეს? ეს არის სისხლძარღვების დაავადება. გადასარჩენი ყავდა დედა? კი, იმიტომ რომ შედეგი ვერ ვნახეთ საქართველოში. იშვიათი დაავადებაა ძალიან, მით უმეტეს სისტემური. ეს ძალიან. ეს არის დაავადება, რომელიც კანს, სისხლძარღვებს, შინაგან ორგანოებს აზიანებს. აქ ჩამოსვლაში გულისხმობ ემიგრაციაში წამოხვედი, ჩაბარდით აქ? ჩაბარების. როგორ ხდება? აი წარმოვიდგინე, რომ შენ გიყურებს ახ ადამიანი, რომელსაც უნდა თავისი ოჯახის წევრის გადარჩენა. ეს არის ძალიან რთული გზა და ყველა შემთხვევაში არის ინდივიდუალური. შეიძლება იყოს რაღაც თეორიული ინფორმაცია მიაწოდო, ვინც ახლა მოდის, მაგრამ დანამდვილებით ვერ ეტყვი, რომ ამის შემდეგ ეს იქნება, ან ეს იქნება. აი თქვენ რა გზა გაიარეთ? არის ორგანიზაცია სპადა. მიდიხარ აქ, ითხოვ თავშესაფარს და მოტივს რას ეუბნები, რომ აი რატო ვითხოვ ამ ჯანმრთელობის გამო? ეუბნები მოტივს, რომ ჩვენ შემთხვევაში ჯანმრთელობა, რომ ჯანმრთელობის გამო ვართ აქ ჩამოსული. არის შემდეგ სხვა გზებიც. ზართულია აქ ბიუროკრატია. აი სულ რაღაც დოკუმენტი წაიღე, წამოიღე, შეავსე, დაელოდე ეს თვეების განმავლობაში. და რამდენი ხანი დაგჭირდათ აი ეს რომ რაღაცნაირად აი ცხოვრების უფლება თუ არ ვიცი როგორ ქვია ამას მოგეპოვებინათ? დღემდე პროცესში ვართ. ჩვენი პროცესი არ დასრულებულა. ეს წინასწარ არ იცი რა პასუხი იქნება. ეს არის ემიგრაცია ზუსტად, მოლოდინი, შიში, რაღაცას ელოდები, რაღაც ახალი შემოვა, ძველი წავა. თუმცა ბრძოლა შეიძლება, იმიტომ რომ შესაძლებლობა არის. 20 წლის ხარ და უკვე რო ესე ვფიქრობ, კარგია. დედამ მკურნალობა დაიწყო? დაიწყო. აქ უფასოა ეს მკურნალობა? ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო რის გამოც წამოვედით, იმიტომ რომ ყოველთვიურ მკურნალობას საჭიროებდა და ეს ფინანსური მხარეც გახდა ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის პრობლემა. როდესაც გვეკითხებიან ევროპას რა მოაქვს, რა ხიბლები აქვს საქართველოს წარწმენია, საქართველოში მცხოვრები ადამიანი, რომელიც ერთის მხრივ ვერ ყვებულობს სწორ მედიცინას, იმიტომ რომ გამოცდილება არ აქვს, შესაბამისად არ არის სწორი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი, მეორეს მხრივ არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, მოდიხარ საერთოდ სხვა ქვეყანაში, სადაც არც ბმა გაქვს, არც ნათესავი ყავს, არც ნაცნობი ყავს და ბარდები და ეს ქვეყანა, სხვა ქვეყანა გაძლევს იმ შესაძლებლობას, რომ უფასოდ მკურნალობს, ანუ სიცოცხლეს გაძლევს თან სწორად და თან უფასოდ. აი როცა გვეკითხებიან ევროპა, რატომ? აი ამიტომ რომ გადავრჩეთ. ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ჯერ არა მხოლოდ მედიცინა. დედას მკურნალობა სამწუხაროდ არასწორად მიდიოდა საქართველოში. როცა აქ ჩამოვედით და დაიწყო მკურნალობა, ეს დანიშნულება, რითიც ხელმძღვანელობდა საქართველოში, სრულიად შეცვალეს. სრულიად. ტექნოლოგიების მხრივ არის ძალიან მაღალ დონეზე. სტრასბურგის მედიცინა. და შემოსავალი რა არის თქვენი აქ? სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, გარკვეული და სახელმწიფო პლუს თქვენ ბიუჯეტსაც გაძლევთ, როგორც კი, როგორც ტოლვის. ანუ როგორც ტოლვის. ჩაბარების პროცესს ახლავს თან ეს მხარეც. ამ ეტაპზე ფრანგულ ენას ვსწავლობ, იმიტომ რომ საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს არის დამოუკიდებლობის და წარმატების მთავარი გასაღები აქ. ისედაც ბევრი პრობლემა ხდება წინ და მით უმეტეს როცა ენის ბარიერია, ეს ძალიან რთულია. თან ფრანგებს ძალიან უყვართ, როდესაც ფრანგულად ესაუბრებ. კი, ძალიან უყვართ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომიყევი შენი ამბავი. იმიტომ რომ ძალიან კარგი მაგალითი ხარ იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ძალიან ბევრი კარგ რამეს გვიკეთებს ევროპა ჩვენ. და მე მინდა რომ გაიმარჯვოთ. დედის ნაწილშიც, თქვენს ნაწილშიც, საბუთების ნაწილშიც მინდა რომ გაიმარჯვოთ. მე მჯერა რომ გავიმარჯვე. ჩამოვედი 9 წლის, დღეს ვარ 22 წლის. ვისნაირად ჩამოხვედი? ჩემი მშობლების გადაწყვეტილების მერე გადავწყვიტეთ აქ ჩამოსვლა. თუ გახსოვს აი შენი პირველი შთაბეჭდილება, როდესაც საქართველოსდან სხვა ენერგეტიკიდან სხვა გარემოდან მოხდი ძალიან წყნარ მშვიდ ქალაქში. განსხვავება მაინც მოახდინე იმაზე, რომ ძალიან ბევრი შერეული ეთნიკურად ადამიანები არის. სკოლიდან მოყოლებული დღემდე არ არის კონკრეტულად გამოკვეთილი ეს ამაზე ხაზგასმა არ ხდება. ანუ შენ რო საქართველოსდან ხარ, ამას არავინ არ გაგრძნობინებს. ან ინტეგრაცია ადვილად მაინც მოხდა, რადგან ეს ნორმა იყო უცხოელების საფრანგეთში მიღება. კი, მესმის. ენის ბარიერი გახსოვს რამდენი ხანი გქონდა? 3 წელი, სანამ არ დავიწყე მართლა ლაპარაკი გაგება და უკვე ფრანგულად ფიქრი.
მანამდე რაღაც ინგლისური რომ მქონდა ნასწავლი საქართველოში გამომადგა და მაგ მეთოდით გამომდიოდა კომუნიკაცია. რა მოგცა საფრანგეთმა შენ როგორ გონია? საფრანგეთმა მე ვფიქრობ რომ მომცა მომავლის პერსპექტივა. რა არის ის წარმატებების უჯრა უკვე რომელშიც გიდევს რაღაც ამბები? მე ვარ საფრანგეთის წყალბურთის საფრანგეთის ჩემპიონი. ასევე ორი თვეს განმავლობაში გვაქვს კარდადეგები ზაფხულობით და მაგ პერიოდში მე გავიარე დიპლომი მაშველის წყალში რო გადავარჩინო ადამიანი და მიწაზე და მეხუთე წელია უკვე რომ ყოველ ზაფხულს მუშაობ მაშველად. ევროპამ მომცა ფიქრის თავისუფლება. ის რომ შემიძლია მომავალში გადავიხედო ჩემი შესაძლებლების მიხედვით. 18 წლიდან გაქვს შენი შემოსავალი. დიახ. თან აქ როგორც სტუდენტი მაქვს ბევრი პრივილეგია, რაც ბევრად მეხმარება. რამდენი ხანი შეადადი ხარ საქართველოში? ბოლოს ჩემი ყოფნა იყო 2 წლის წინ. მაინც ხო. მაინც იშვიათად მიწევს და დიდი ხნით არა, რადგან აღარ მაქვს ის ოჯახური ბმა დედა ყავს, მამა ყავს. იქ ბიძაშვილები მყავს, რომელსაც ხან-ახან ვხედავ. ჩემი მთავარი ჩასვლა არის იქ, რომ ჩემი ქვეყანაა და მაინც მიყვარს საქართველო. მინდა რომ ჩავიდე, სადაც გავიზარდე. ხარ გინდა რამე უთხრა საქართველოს? არავის არ ვაცადოთ, რომ ჩვენ მაგივრად გადაწყვიტოს და თუ რამე გვინდა, ბოლომდე მივახცევთ. ქართველიერი ცნობილები ვართ ამაში, რომ თუ გვინდა მოგამოგვივა. რამდენი წელი აქვს? 2013 წლიდან. რატო წამოხვედით? ცხოვრობდი ჩემს მშობლებთან, ჩემი ორი პატარა ბავშვით. რამდენი წლის იყვნენ მაშინ? 5-ის. ორივე 5-ის? დიახ, ყლუპები. ანუ ჩემთვის ყველაზე მტკივნეული დღე იყო მაშინ, როცა დავტოვე და წამოვედი, მაგრამ ძალიან რთული იყო დარჩენაც, რადგან მშობლების ხარჯზე არ მინდოდა ყოფილიყავი არც მე და არც ჩემი მშობლები ფინანსურადაც და ისედაც მინდოდა ჩემი შემექმნა რაღაცისთვის მიმეღწია. ნუ შენს იდენტობას აქ პოულობ, იცი? აი ეს არის ევროპაში და საქართველოში ძალიან რთულია შენი ადგილი იპოვო და წინ წახვიდე. თქვენი აზრით რა არის ის მთავარი სხვაობა, რამაც იქ არ მოგცათ იგივე შესაძლებლობა და აქ მოგცათ? შენ შეცდომებს ხომ იქ ადვილად არ გპატიობენ. მაგრამ აი ეს ბავშვები რომ დატოვეთ. დიახ. რამდენი ხანი მოგიწიათ დატოვა? ანუ პირველად ვნახეთ 13 წლისები, მაგრამ სრულიად გაუცხოებულები. ანუ 5 წლის დატოვეთ და 13 წლის ნახეთ? დიახ, აკა ჩემეძინა პატარა და ანუ იცით ორ ცეცხლში შუა ვიყავი, ანუ მას აქ დაბადებულს ანუ ქონდა ყველაფერი, გესმით? ანუ მან მისი პირველი ენა იყო ფრანგული. ანუ ბავშვი იმდენად იყო ინტეგრირებული ფრანგულ საზოგადოებაში. ანუ და წავსულიყავი, არ იყო მაშინ ვიზო რეჟიმი და ყველაფერი ამ პატარასთვისაც დამენგრია. ანუ ის მომავალი არ მიმეცა და იქ წავსულიყავი სადღაც გაურკვევლობაში, ან აქ დავრჩენილიყავი და აქ შემექმნა, მაგრამ მარტო ჩემი თავისთვის, არამედ ჩემი ოჯახის წევრებისთვის ისეთი პირობები, რომ რაღაცაში გამოვდგომოდი შემდგომ. რა მოგიტანა თუ ვიზო რეჟიმმა? უფრო შვილები აქ ჩამოიყვანეთ, არა? შვილები, ჩემი მშობლები, ჩემი ოჯახის წევრები, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის, ვისაც მე რადგან მუშაობ თარჯიმნად, ანუ ძალიან ბევრ ქართველთან მაქვს ურთიერთობა დღის განმავლობაში. ძალიან ბევრს ვისაც დაუშვათ პირადი პრობლემები ქონია, ვისაც ქონია თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემები და აქ სამკურნალოდ ჩამოსულა და ამას აუცილებლად გითხავთ მე თქვენ ცალკე ევროპა რას აძლევს, რა შანსს გვაძლევს ქართველებს, ამას ცალკე გითხავთ, მაგრამ ეხლა თქვენი შვილები აქ ყავთ? ერთი აქ არის კი. ერთი აქ არის კონტროლზე, მასაც სიმსივნე ჰქონდა, გამაგებინა მაშინ როცა უკვე ოპერაცია გაუკეთეს, რადგან სასწრაფო იყო ეს ოპერაცია და მესმის ახლა, მაგრამ საბედნიეროდ დამიჯერა და წამოიყვანა მაშინვე, არანაირი ქიმია იქ არ გაუკეთებია და აქ იმდენად სწრაფად მოახდინეს რეაგირება და იმდენად კარგ ხელში ჩავარდა, სრულიად უფასოდ დავამარცხეთ ჩვენ ყველანაირი ხარჯის გარეშე. და მეორე შვილი რატო არ ყავთ აქ?
ანუ მეორე შვილი სწავლობს უნივერსიტეტში. ორივე აქ იყო, მაგრამ შემდეგ წავიდნენ, რადგან მან მოისურვა წასვლა, ვინც ავად იყო და ვინც ქიმიების შემდეგ ვერ შეძლო აქ ფსიქოლოგიური პრობლემებიც შეექმნა, ამდენი ქიმიების შემდეგ ვერ შეძლო ინტეგრირება, სწავლა. ანუ იმდენად რაღაცნაირად დაკარგულად ქონდა თავს, რომ გადაწყვეტა, რომ ისე იქ სადაც გაიზარდა, იმ გარემოში დაბრუნებული იყო და მისი ძმაც გაყვადა. ახლა ჩამოდის ხოლმე კონტროლზე. ანუ მე ეგეც მაბედნიერებს, თუნდაც ის რამდენიმე დღე რომ ნახო და მასთან ერთად ვისადილო, როგორც დღეს ანამდე თქვენთან მოვიდოდი. პირველი ორი შვილი ყავთ ქართველი და მესამე შვილი ფრანგი. ქართველია ისიც. მეოთხეც მყავს. მეოთხეც? მეოთხეც. ფრანგები არიან უფრო თუ უფრო ქართველები? ის რომელიც 11 წლის არის, მან მითხრა თვითონ, რომ ანუ ჩვენ უფრო ფრანკო ქართველები ვართო დედაო, ჩვენ ქართველი ფრანგები არ ვართო, ფრანკო ქართველები, ფრანკო ჟორჟენი. და წელს პირველად იყო საქართველოში და იმდენად მოეწონა ყველაფერი, რომ გუშინ შემეკითხა კიდევ როდის შეგვიძლია რომ წავიდეთ. ისეთ პერიოდში დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი თბილისში 2008 წელს, როდესაც დაიწყო აგვისტოში ომი და ანუ ფაქტურად სწავლის გაგრძელების მხრივ აი მინდოდა რომ სადმე ევროპაში წავსულიყავი. მამა ჩემი იყო აქ უკვე 1 წლის ჩამოსული, უკვე ქონდა საბუთები მიღებული და ამიტომ გადავწყვიტე რომ იმ ქვეყანაში წავსულიყავი, სადაც წამესვლებოდა, ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი ფრანგული ენა საერთოდ, ანუ ერთი სიტყვაც არ ვიცოდი, გადავწყვიტე მაინც აი გავრისკე და ჩამოვედი აქ. რისკი სწორი აღმოჩნდა? კი, ნამდვილად აღმოჩნდა, მაგრამ ძალიან რთული პერიოდები გავიარე. რატო? აი რა გაიარე მაინც, რა იყო ეს რთული? პირველ რიგში ენის ბარიერი, ეს იყო ძალიან რთული, აი ურთულესი, მაგრამ გამიმართლა იმ ხრივ გერმანული რო ვიცოდი, ამ მიწაზე, ანუ ალზასის მიწაზე გერმანული ენა ჭრის. ხო, მაგრამ ფრანგულის გარეშე არ გამოდიოდა არაფერი. დაახლოებით წელიწად ნახევარი აი მთლიანად ფრანგული ენის შესწავლას დაუთმე. და გააგრძელა კვალიფიკაციის ამაღლება? კი, ანუ მე ვარ ოჯახის ექიმი, 75 წელს გადაცილებული პაციენტების თერაპევტი, ასე ვთქვათ. და ასევე დიაბეტოლოგის დიპლომი ავიღე აქ სტრასბურგის სამედიცინო ფაკულტეტზე, სადაც 2 წელი ვისწავლი ასევე და ნუ მე უკვე ოჯახის ექიმად გავაგრძელე უფრო მოღვაწეობა, ანუ ოჯახის ექიმი ვარ, ჩემი კაბინეტი მაქვს გახსნილი სტრასბურგში და ძალიან ბევრი ქართველი პაციენტი მყავს. ფრანგი მეუღლე მყავს? კი, ფრანგი მეუღლე მყავს. ნახევრად ფრანგი შვილები მყავს. და ხო, ნუ უფრო ფრანგები არიან თუ უფრო ქართველები, უფრო ფრანგები, ხო? აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ. ხო, რა ვიცი, აი ეგ ცოტა ისეთი საკითხია, მტკივნეული ჩემთვის, იმიტომ რომ ქართულად რაც არ უნდა ვესაუბრო, მაინც ფრანგულად მიცემენ პასუხს, რაც ჩემთვის ცოტა გულსატკენია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგში რო გაიზრდებიან, მაინც რო ჩამოვიდნენ საქართველოში, უფრო მყარად ისწავლიან ქართულ ენას. იციან უკვე საქართველოს ყოფილვანი? ორჯერ ყავდა უკვე ჩაყვანილი. რამდენი წლის არიან? 5 და 3. რა მოგცა ევროპამ, რო გეკითხებიან, რას ეუბნები, რისი შანსი მოგცა? თვით განვითარების შანსი. ანუ საერთოდ არაფრიდან წამოვედი საქართველოდან, ანუ არავინ არ მყავდა ისეთი ოჯახში, აი თქვა ექიმი, ვინც დამეხმარებოდა, რომ კარიერა იქ გამეგრძელებინა, იმიტომ რომ მაინც სამედიცინო სფერო ისეთი რაღაცაა, რომ გჭირდება ვიღაცა არა, რომ აი დაიწყო სადღაც. ხო, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მაშინ ესე იყო. უბრალოდ აი მორიგეობებიც რო გეკეთებინა, რაღაც გესწავლა, ამისთვისაც არისო, აი ვიღაცის გარეშე ვერ გააკეთებდი ამას ვიღაცის ასე ვთქვათ პროტექციის გარეშე, ამიტომ რადგანაც მე მაინც მქონდა ჩემი თავის იმედი, რომ ვარჩი ევროპაში წასვლა, რომ წითელ დიპლომზე მქონდა დამთავრებული. ხო, წითელი დიპლომი, რომელიც აქ საერთოდ არ გამომადგა, სხვათა შორის. იმიტომ რომ უთხარი წითელი დიპლომი, ანუ ვერც მივხვდე რა არის წითელი დიპლომი და სანიტრის დონეზე მიღიარეს ჩემი წითელი დიპლომი. და ნუ რაღაც პერიოდი იძულებიც ვიყავი რომ ემუშავა განხრით თავის რჩენის მიზნით, სხვა გზა არ მქონდა. აი ძალიან ბევრ ქართველთან გაქვს შეხება, იცნობ მათ როგორც პაციენტ. სამწუხაროდ ესეა. რისთვის ჩამოდიან ევროპაში ქართველები? ძირითადად უფრო ონკოპაციენტები, ძალიან ბევრი ონკოპაციენტი მყავს, ძალიან ბევრი ჰემოდიალიზის პაციენტი მყავს. როგორ ეტაპზე ჩამოდიან ხოლმე, იცით ხანდახან აი უკვე რომ რამოდენიმე დღეში უნდა დაიღუპნონ. თუ არ უშველით, მორჩა. ანუ დამთავრდება სიცოცხლე, ამიტომ ძალიან ბევრი პაციენტი ყავს, რომელსაც ჩამოსვლინი ერთ კვირაში გული გადაუნერგეს, ერთ კვირაში თითმელი გადაუნერგეს და ეს ყველაფერი უფასოდ. ეს ხო დასაფასებელია ამ სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის რა ვიცი, რაღაც, ხო?
და ანი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი, იმიტომ რომ არის ჩვენი მთავარი მასპინძელი, რომელმაც მოგვიგვარა აქ ლოკაცია, სივრცე, გვიმასპინძლა, როგორც ფაქტიურად ადგილობრივმა და მისი შვილი საბა. რამდენი წელი აქ ცხოვრობ? უკვე 8 წელია რაც აქ ჩამოვედი საფრანგეთში. დედაშვილი. და ყავს ნამდვილი ფრანგი და ნახევრად ფრანგი, მაგრამ აქ დაბადებული და კასტილი, ხო? დავქორწინდი 2014 წელს, ჩემი მეუღლე იყო ფრანგი. და ქორწინების გამო მოგვიწია საფრანგეთში გადმოსვლა და ცხოვრება. თავიდან საბას წამოყვანა ალბათ გაგირთულდებოდა, ხო? ძამრი ბიუროკრატიული ქვეყანა არის საფრანგეთი ზოგადად და ველოდებოდით საბუთების მოგვარება, სადღაც წელიწად ნახევარი 2 წლამდე დაჭირდა ამ ყველაფერს. მერე უკვე ძალიან მარტივად ჩამოვიდა საბა, უკვე საბუთების პრობლემა ჩამოიყვანა. 9 წლის, 10 წლის აქ გახდა. ანუ უკვე სკოლაში აქ შეიყვანე განათლება აქ მეცი. სწორი ქენი რა წამოხვედი? ძალიან წყდება გული იმას, რომ ჩემს მეგობრებს, ჩემს ოჯახს და ჩემს ცხოვრებას ჩამოვშორდი ესე ვთქვათ ბრჭყალებში საქართველოში, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ევროპა მომცა ძალიან ბევრი რამ სასარგებლო ჩემთვის და ჩემი შვილების მომავლისთვის, რაც განათლება პირველი? რა თქმა უნდა, განათლება კი. ხოთა შორის ენის ბარიერი არ ბლოკავდა არასდროს. რატო? ინგლისურად ვსაუბრობდი საკმაოდ კარგად ბავშვობიდან და მე ბავშვობიდან ძალიან გახსნილი ბავშვი ვარ და ვიყავი და ძალიან მიყვარს ეს ხალხთან საუბარი, ძალიან გახსნილი და ლაღი ვარ და თავარი განსხვავება რა იყო ამ ქვეყანაში შენთვის? აი ხელისუფლება არის უფრო გამართული და აი უნდათ აი საფრანგეთთვის აკეთებენ ყველაფერს და ფრანგებისთვის. აი მოსახლეობის სურვილებს ისმენენ და აი ეს ინსტიტუციები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყველაზე კარგი საცხოვრებო პირობები იყოს აქ. რა პერსპექტივა მოგცა ევროპა? აი რა ჩვენ ხელებს საქართველოში არ აქვთ? ყველაფერი რაც კი შეგიძლია რომ წარმოვიდგინო, შეგიძლია ასე რომ გააკეთო აქ. რა საქმეებს ცხოვრებაში? ეხლა ვაპირებ 3 წელი აქ სტრასბურგის უნივერსიტეტში დავამთავრო ჩემი ეკონომიკის ფაკულტეტი და შემდეგ პარიზში გავაგზავნე ჩემი მაგისტრატურა. შენ ეზრით ევროპაში ცხოვრობ თუ საქართველოში? მე ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა საქართველოში რომ ეცხოვრა, მაგრამ უკვე ვეღარ ვხედავ ჩემ თავს რომ აი თბილისში ვიცხოვრო, უფრო ევროპაში. მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ დავბრუნდე საქართველოში. ჩემი ცოდნით და შესაძლებლობით დავეხმარო, რომ ქვეყანა გაიზარდოს და წინ წავიდეს ევროპისკენ. მაგრამ მე უკვე ვხედავ საქართველოს ევროპაში და როგორც ევროპის ნაწილად, უბრალოდ აი დროის ამბავია. და ძალიან ბევრი არის, რომელიც უფუჭებს ამ ევროპას სახელს და იერს. და აი მინდა რომ უთხრა ყველას, რომ აი სადიყურებით, ხალხო სადიყურებით, აი სად უნდა წახვიდეთ თუ არა ევროპაში. როდესაც აქ ჩამოხვედი და მე ოჯახის ამბავი მოხდა რომ მოგიწია გაშორება. მარტო ხელა დედა დარჩი. ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდი. ევროპაში მარტო ხელა დედას რა ბენეფიტები აქვს, რა დახმარებები აქვს და რა სირთულეები აქვს. სახელმწიფო გიდგას აბსოლუტურად გვერდით, როგორც საცხოვრებელს გაძლევს. გაძლევს რამე ფინანსური დახმარება. დახმარება არის ფინანსური, რა თქმა უნდა, ძალიან ყველაზე დიდი სოციალური პაკეტი მთელს ევროპაში აქვს საფრანგეთს და ეს სოციალური პაკეტები ეკუთვნით ყველას. განსაკუთრებით მარტო ხელდედებს უფრო მეტად ხელშეწყობა აქვს და უფრო მეტი ბენეფიტები არის, რა თქმა უნდა. როდესაც შემოსავალი არ გაქვს შენ ფრანგეთში და სოციალურად დაუცველი ხარ, მაგ შემთხვევაში სახელმწიფო გაძლევს 100%-იან დაზღვევას და ყველანაირი მკურნალობა, ოპერაცია, წამლები და ასე შემდეგ გაქვს გინაზღაურებს სახელმწიფო 100% და არის უფასო. ასევე გერიცხება ბავშვის თანხა სახელმწიფოს მხრიდან და უფასო სწავლა, რა თქმა უნდა, სკოლებში, უფასოა წიგნები. ეხლა როგორ ეტაპზე ხარ? შემოსავალი გაქვს შენი მუშაობთ? დავიწყე მუშაობა სკოლაში. მასწავლების დამხმარედ. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს პროფესია შემესწავლა, ამიღო დიპლომი ამ მიმართულებით. ახლა ვარ სტუდენტი, ესე ვთქვათ. სწავლობ ადრეულ ბავშვთა განვითარებას. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიდგას გვერდით და მიფინანსებს ამ ჩემს სწავლა-განათლებას 100%-ით. უდიდესი ტრამპლინი არის ერთადერთი რაც მინდა დავამატო ნებისმიერი ასაკში
საფრანგეთში მცხოვრებ ადამიანს, საფრანგეთის მოქალაქე, თუნდაც არ იყო მოქალაქე, შეიძლება გახდეს სტუდენტი. შეიცვალა პროფესია, დაიუფლო ახალ პროფესიას კი და ამაში სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს გიჭერს და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ოცნება ამისრულა ჩემ საბამ და დღეს არის საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტი და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ბექა არის ჩვენი სიყვარული ყველასი. წარმოადგენს კულტურულ ნაწილს, შესაბამისად იმ ნაწილს, რომელიც მაყურებელს ძალიან უყვარს ხოლმე, იმიტომ რომ გვახვედრებს ძალიან საყვარელ გმირებთან და ადამიანებთან. და მეც ერთი სული მაქვს, როდის გაგიზიარებთ იმას თუ რა გველოდება 20-23 ოქტომბერს სტრასბურგში. ვაუ! ეს რა შთამბეჭდავი დარბაზია. ვისნახავს ემიგრაცია მონატრებულ ქართველ მსახიობებს, რეჟისორებს, ფილმებს და სპექტაკლებს. დავიწყებ ლევან ჭოლაწულაძის სპექტაკლით, რომელიც ჭოლა თავისი დასით ჩამოდის სტრასბურგში. 21 ოქტომბერს ექნება თავისი არაჩვეულებრივი სპექტაკლი 1921-1924-ის ჩვენება. ეს სპექტაკლი არის საქართველოს გასაბჭოებაზე, იმაზე თუ ამდენი წლის განმავლობაში როგორ ტრიალებს საქართველო ერთ წრეზე, შიდა მტრები რას უკეთებენ ჩვენს სამშობლოს და როგორ გვიწევს მუდმივი ბრძოლა იმისთვის, რომ გავხდეთ თავისუფლები. გარდა ამისა, მაყურებელ სპექტაკლის დასრულების შემდეგ ექნება შესაძლებლობა თვითონ შეხვდეს ჭოლას და უსვას კითხვები. განსაკუთრებით საინტერესო ეს ემიგრაციის იმ ნაწილისთვის, ვისაც მსახიობობა გსურთ, ვინც ფიქრობთ თქვენს პროფესიის არჩევა სწორედ ამ სფეროდან წარმოიდგინეთ ჭოლას შეხვდებით და თქვენ ის გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და უსვამთ ნებისმიერ შეკითხვას. ანუ ეს არის ძალიან დიდი შანსი თქვენი კონტაქტების დაწყების, კონტაქტების შექმნის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად ამ ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ჩემთვის არის ის, რომ ადამიანებს შეეძლებათ გაიჩინონ ახალი ნაცნობები საკუთარ ქვეყანაში, ხოლო საქართველოსთან ჩამოსულ ადამიანებს უცხო ქვეყნებში გაიჩინონ ძალიან საინტერესო კონტაქტები. თქვენ ფაქტიურად საქართველოსთან იძულებით, მოდი ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ადამიანი აქ მოდის, იმიტომ რომ ან განათლებას ვერ იღებს, ან სამსახურს ვერ შევალებს, ხო ვის უნდა ხა თავის ქვეყნის და ოჯახის დატოვება სხვა განსახლა. ანუ ჩვენი ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებული აი ემიგრაციისთვის საქართველოს ძალიან კარგი ნაწილი ჩამოგაქვთ აქ. და შესაბამისად ამ ხალხს ახვედრებთ საქართველოს მართლა ძამტრო, არა მხოლოდ ჭოლა, მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ბევრი საინტერესო და ჭოლა ხო საერთოდ ყველას უყვარს. უყვარლესი ნამდვილად და სხვათა შორის ასევე ჩამოვა სტრასბურგში ნინო კირთაძე, არაჩვეულებრივი ქართველი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, ევროპული კინოაკადემიის წევრი. ლანა ღოღობერძის ფილმი ჩვენება იქნება. ლანა ღოღობერძის ძალიან კარგი ფილმის დედაშვილი ან ღამე არასდროს არ არის ბნელი ჩვენება, რომელიც არის 1927 წელს როგორ გადაასახლეს დედამისი და სამი თაობის ქალი რეჟისორის ამბავი არის, რა რთული გზის გავლა უწევთ ზოგადად ქალ რეჟისორებს და მით უმეტეს იმ პერიოდში და ნინო კირთაძეს ექნება აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმის ჩვენება. ჩვენებებთან და პანელურ დისკუსიებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ მოსულ ადამიანებს 20-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით ექნებათ საუკეთესო შანსი იმისთვის, რომ შეხვდნენ, დაელაპარაკონ, გაიცნონ და გაცვალონ ერთმანეთთან ინფორმაცია, რომელიც ყველას ჩვენს გვენატრება იმ ადამიანებისგან, ვინც აქ არიან წამოსულები და რა თქმა უნდა, ამათ განსაკუთრებით ინტერესებათ, ვინც ხო არიან საქართველოში. ასე რომ შევხვდებით სტრასბურგში. შენ თვითონ ხარ ამერიკული ემიგრაციიდან. რატო მოგიწია ემიგრაციაში წასვლა რამდენი წლისზე? 7-8 წელია რაც ემიგრაციაში ვარ. მე ამას არ უმალავ, რა ვიცი, ჩემი აქტიური ჩემი პოზიციის საჩვენებლად ვიყენებ LinkedIn-ს, ესეთი ქსელია და იქ წლების განმავლობაში ჩანს თუ პრინციპში რა მაწუხებს როგორც ბიზნესმენს და როგორც ადამიანს, ხო? მე ვთვლი რომ დღევანდელ საქართველოში აღარ არის აღარც პიროვნული და აღარც პროფესიული განვითარების სივრცე. ხშირად მიყვარს ხოლმე ავხსნა ესეც საყოფა ცხოვრებო დონეზე. თქვათ ხარ ფეხბურთის გუნდი. როცა შენთვის არის დაწესებული ლიმიტი, რომ აი ვერასდროს მესამე ლიგიდან მეორეში, პირველში ან უმაღლესში ვერ გადახვალ, ალბათ დამეთანხმები, რომ ესეთ გუნდში თამაში, ესეთი პროცესის მონაწილედ ყოფნა არავის არ უნდა, ხო? ჩემი სუბიექტური შეიძლება, მაგრამ აღქმაა, რომ არის დაწესებული რაღაც თამასა, რის იქით განვითარება შეუძლებელია თუ არ ხარ სისტემის ნაწილი რა. ხო, მაგას გულისხმობ, რომ თუ არ იღებ სისტემის თამაშის წესებს, რაც ჩემი აზრით არის აცდენილი დასავლური სამყაროს წესებთან და კანონებთან, მაშინ ვერ განვითარდები. მე იმ წესებს არ მივიღებ და ეს არის რაღაცა ჩამკეტი. ამიტომაც ჩავთვალე, რომ როგორც მენეჯერს მე საქართველოში შეზღუდული მაქვს და იმის იქით ვეღარ ვითარდები და როგორც პიროვნებას იმ
სივრცეში რაც დღეს საქართველოა მე ვერ ვგრძნობ ვერც დაცულად თავს ვერც მშვიდად თავს და ოჯახით ხარ წასული კი ოჯახით ვარ წასული და ჩემთვის ეს დამატებითი мотиваცია მე 4 შვილი მყავს აქედან ერთი შვილი იქაა დაბადებული ერთი შვილი უფრო მეტი ხანია იქ ცხოვრობს 14 წლის რომელიცაა ვიდრე საქართველოში და ესენი აღარ არიან ჩვეულებრივი ქართველები რა მათ ენაშიც მათ ქცევაშიც ყველაფერში ეტყობათ რა და ეს ტრაგიზმი აი თქვენ ბევრი ნახეთ ხო ერთად ნახეთ და ეს ადამიანები საქართველოსთვის დაკარგულები არიან ფაქტიურად ხო მე ყოველ წელს მიჭირს დავარწმუნ რატომ უნდა წამოვიდეს საქართველოში ხო რატომ გვიყვარს ჩვენ საქართველო პირველი კოცნა პირველი ჩხუბი პირველი არ ვიცი რაღაცები და როცა ადამიანებს იქ აქვთ ეს ყველაფერი ისხდება მათი სამშობლო და საქართველო ხდება ადგილად სადაც აი რაღაცა მშობლები ეკაჩებიან წამოწავიდეთ ხო არ შეიძლება ამ ხალხის დაკარგვა ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ ისეთი სივრცე საცხოვრებელი, სადაც მათ მოუნდება დაბრუნება. ნორვეგიელს ხო არა აქვს ეგ პრობლემა, ფინელს ხო არა აქვს, აი ფრანგს ხომ არა აქვს ეგ პრობლემა, ხო? იმიტომ რომ იმზიდველია მისი ქვეყანა. გამოსავალი არის ისეთი ქვეყნის აშენება, სადაც ეს ადამიანები ნახავენ განვითარების შესაძლებლობას, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული. თორე არც ბუნებით, არც სხვა რაიმე კრიტერიუმი ჩვენ არ ჩამოვარდებით არც ეს ქვეყანა. თქვათ მე ვწდები და სუბიექტური ვარ, ხო? ნაცი ვარ ან რაღაც. არსებობს ციფრების წინააღმდეგ წასვლა რთულია. უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება საქართველოში, თუ უფრო მეტი ისმის. ხო, ანუ კარგი ქვეყნიდან, აი თქვენ აიღეთ ნებისმიერი ქვეყნის სტატისტიკა, რამდენი ფინელი გარბის, რამდენი ნორვეგიელი გარბის, არ ვიცი, თუნდაც პოლონელი, ხო, ანუ ჩვენ არ ვსაუბრობთ, კიდე თუ არა ისეთ. ხო, ანუ რამდენი პოლონელი გარბის, ხო, ქვეყნის, რომელიცაც ჯერათ ადამიანებს და მოსახლეობას არ გარბიან ამ ქვეყნიდან პირიქით. მაგისი მაგალითები ძალიან ბევრი არის. ისრაელის მაგალითი არ არის ერთადერთი, როცა ადამიანებმა დაიჯერეს, რომ ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფოს აშენება და პირიქით, სოფლიოს მასშტაბით ბალტიისპირეთის მაგალითი ციგივი არის. ძალიან უადვილდებათ ბალტიისპირელებს გაიგონ ჩვენ რას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ემიგრაციაში არის ეს რესურსი და ემიგრაცია ჩართული უნდა იყოს აქტიურად აი ამ ყველაფერში. მოვედით ჟენესანსის პრეზენტაციაზე, ეს არის ქართველების ერთობა, მნიშვნელოვანი პლატფორმა. დღევანდელ ღონისძიებას რამდენიმე ორგანიზატორი ყავს. და მოკლედ ძალიან კარგია შეგახვედრებთ ემიგრანტ ქართველებს, რომლებიც სტრასბურგში ცხოვრობენ. Merci pour votre présence, votre attention et maintenant on poursuit. ჟენესანსის პრეზენტაცია ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის ემიგრანტებისთვის, რომელიც შეიქმნა აქ სტრასბურგში. მისი მთავარი იდეის ავტორი, სულის ჩამდგმელი ქაბატონი თამარი, მინდა რომ გაგაცნოთ დღეს და არა მხოლოდ ამ თემაზე, უნდა ვისაუბროთ ზოგადად. რა პლატფორმაა ეს, რისთვის შექმნით ქართველებმა? ეს არის საფრანგეთში დაარსებული ქართულ-ფრანგული ასოციაცია, რაც საქართველოში ცოტა მოიკოჭლებს ასოციაციების ინსტიტუტი, რომელიც თავიდან შეიქმნა რეაქციონერულ, ასე ვთქვათ, საფუძვლებზე. საქართველოში აქციების პარალელურად მოგვინდა ერთმანეთის პოვნა და უბრალოდ იგივეს გაკეთება აქ და აქაურ საერთაშორისო ინსტიტუციებისთვის ხმის მიწვდენა, რომ გვიშველეთ, ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. საქართველოსთვის იბრძვის, იქნება მისი ესე ვთქვათ მიზანი, რომ პოპულარიზაცია გააკეთოს, ჩვენი ხმა უფრო გავავრცელოთ და უფრო ხმამაღლა ისმოდეს. გუშინ თქვენ ვინც ნახეთ, ეს ხალხი ინდივიდუალურ დონეზე ელჩობს, მაგრამ ამ ორგანიზაციამ შეიძლება ეს ადამიანები მიიმაგროს და მათგან დაუშვათ რაშიც კომპეტენციები გვაკლია, მივიღოთ ეს გამოცდილება და მათი ენერგიის ჩართულობაც იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელსაც სჭირდება ფაქტობრივი მასალები სოდნა. მოგესალმები თამარ, მე ვიცნობ თამარ ძალიან აქტიურად არის ჩართული. მოყვა და ხა არ გვიცნი ერთმანეთი, ჩვენ გავიცანით ერთმანეთი. მაშინ როდესაც საქართველოში ძალიან ისეთ პიკში იყო ის პროცესები, რომელიც დღემდე გრძელდება, დაუღალავი პროცესები და გავიცანი როგორც ის ადამიანი, რომელიც ევროპიდან იბრძვის საქართველოსთვის. მოგეხსენებათ, რომ თელ საქართველოს მოსახლეობა ითხოვს ევროინტეგრაციას. ევროინტეგრაცია უნდა მოდიოდეს სახელმწიფოსგან და დღეს არ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, საიდანაც ეს მოდის და ეს სამუშაოები ხდება, ხო? ფაქტობრივად დიპლომატიური კორპუსი აღარ არსებობს და სამოქალაქო საზოგადოებამ ეს შრომა, ეს საქმე აიღო თავის თავზე. დაიწყო ეს პროცესები 2019 წლიდან, მინდა გითხრათ, როდესაც თვალები გადათხარეს ბავშვებს და სუსტად აი ამ
ამიდან გამომდინარე ჩვენ შევქმნით ორგანიზაცია. როდესაც ორგანიზაციის ფორმა აქვს ამ ყველაფერს მარტივი ალბათ თქვენთვის, შემდეგ უკვე ხმის მიწუდენაც, ვიდრე ერთი მოქალაქის. არც ისე მარტივია, სხვათა შორის, უბრალოდ გზები უნდა იცოდე, ანუ გზების მოძიება, კონტაქტები გქონდეს, ანუ რაღაც სახელი გქონდეს. ხო? იმიტომ რომ მე ხა 25 წელი აფხაზეთიდანაც გამომაძევეს, ცოტა ხანი ვიყავი თბილისში და მე სასწავლებლად წამოვედი და ეს 25 წელია აქ ვარ და ჩემი სახელი მაქვს პარიზში, ასე ვთქვათ, ყველგან იციან რომ მე საქართველოს კი ამ წრეებში და მარტო მაკრონის დეპუტატთან არ გვაქვს ჩვენ საქმე, გვაქვს სოციალისტებთან, ყველა გვეხმარება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საფრანგეთი არის ადამიანის უფლებების პირველი ქვეყანა დამცველი. ოთო, შენ ხარ ის ქართველი, რომელიც პოლიტიკური დევნილი სტატუსით ხარ აქ? რატო მოგიწია? სამწუხაროდ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო 2021 წელს მომიწია დამეტოვებინა ქვეყანა. რთული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის, ძალიან სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება. ბილეთებით იმდენ და არ მინდოდა ქვეყნის დატოვება, რომ ბილეთებიც კი უცებ ვიყიდე, რომ ეს სხვა გზა არ დამჩენოდა და წამოსულიყავი. რა საფრთხები გემუქრებოდა შენს ქვეყანაში? იყო კონკრეტული მუხარები ამ პოლიტიკური ჩართულების გამო, სამოქალაქო აქტივიზმის გამო, განსაკუთრებით აი რაც გურიის რეგიონში ვაქტიურობდი საკმაოდ და გურიაში ალტინფოს ოფისების გახსნა დაიწყო და ამის წინააღმდეგ დავიწყეთ სამოქალაქო აქტივისტებმა აქციების თემები, მაგის შემდეგ წამოვიდა ძალიან დიდი მუხარები სიცოცხლის მოსპობის და ამის გამო მომიწია დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა. მიიღე უკვე პოლიტიკური დევნილობა? კი, 4 წელია აქ ვარ, ძალიან მალევე მომიჩა პროცესი. რითი გეხმარება ევროპა? აბსოლუტურად ყველაფრით. მაქვს სამსახური, სტაბილური შემოსავალი, მუშაობ ძალიან კარგ გარემოში და ევროპა მეხმარება, იმიტომ მაქვს დაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აქ ძალიან კარგი ხელფასი მაქვს, საშუალოზე ოდნავ მაღალი, მიუხედავად ამისა მაქვს 100%-იანი დაზღვევა, 100%-იანი სახელმწიფო დაზღვევა. ევროპული მომავალი სწორედ ნიშნავს ამას და ქვეყანა დაგაგებს სწორედ ამას. ჯანდაცვის სისტემა, კანონის უზენაესობა, სამართალი, ადამიანის უფლებები, განათლება, ყველაზე მეტად უფასო განათლება. მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ ძალიან მარტივად დაარწმუნა ევროპა, რომ დევნილი იყო. კი, 3 საათნახევრიანი გასაუბრება მქონდა და გასაუბრების ბოლოს ვინც აქაურ ტოლთა და განსახლების სამინისტროში მესაუბრებოდა, აღნიშნა რომ 17 წელიაო აქ მუშაობდა, ესეთი გულახთილი ინტერვიუ არ მქონიაო და იცი რა მითხარი და ეხლა გაქ ცხოვრების უფლება, რა ქვია იმ საბუთს? რეფუჟე სტატუსი ქვია, პოლიტიკური დევნილი სტატუსი. დასაგებია.